მოგესალმებით. ეს არის გადაცემა მეცდევნილი ვარ, მე კი ამ გადაცემის წამყვანი ჟურნალისტი ეკატერინე გაბელაია გახლავართ. დღეს 14 აგვისტოა. 1992 წლის 14 აგვისტოს აფხაზეთში ომი დაიწყო. 33 წელი გავიდა. ამ საინტერესო და მძიმე თემაზე დღეს სტუდიაში მოვიწვიეთ საქართველოს პირველი მოწვევის უზენაესო საბჭოს წევრი ბატონი თენგიზ დიხამინჯია. მოგესალმებით ბატონ თენგიზ. ალბათ მე როგორც დევნილს და გადაცემის წამყვანს კითხვებიც კი რაც კი არსებობს დღემდე პასუხები არ მაქვს. მე მაშინ 9 წლის ვიყავი. დღეს 33 წლის შემდეგ ისევ ის განცდა მაქვს, რაც 14 აგვისტოს გაიჟღერა აფხაზეთში ომის დაწყება. მოუიყევით მე და საზოგადოებას რა მოხდა, როგორ დაიწყო და თქვენ ცოცხალი მემატიანე ხართ ამ იმ ძიმე ისტორიის, რა ისტორიასაც ჩვენ თითოეული ჩვენთაგანი დევნილი და არადევნილი დღემდე გულით ვატარებთ. მოგესალმებით ხალბატონო ეკატერინე, ძვირფასო მაყურებლებო, ქართული ტევის მაყურებლებო და ვინც გვისმენს საერთოდ. რა ვიცი ახლა გადაცემის ფორმატი, სახელწოდება, მისი წამყვანი და ამისეთნაირად განმარტა ეს ყველაფერი, რომ მეც დევნილი ვარ და მეც დევნილი ვარ პირდაპირ, არა მარტო მენტალურად, სოფხედულურად, პოლიტიკურად, მოქალაქეობრივად, არამედ გარდა იმისა მე რაღაც ძალიან ახლო ნათესაური კავშირები მქონდა ამ ქალაქთან, მაგ რეგიონთან მთლიანად, როგორც ასეთი. ერთი იქ არ დაუბადებულ ვარ, თორემ ყველა დანარჩენი რაც კი ადამიანური ის არსებობს, სიხარული თუ ტრაგედია თუ რაღაც ჩემ თავზე განმეცდია, ამიტომ თბილისისგან და კიდე და ჩემს ის არის დარჩელი კიდე ჩემთვის სამეული განუყოფელია ჩემთვის. ბატონო თენგიზ, სანამ ამ გადაცემას წლების უკან სახელს დავარქმევდი, სწორად აღნიშნეთ, ფიქრობდი რა უნდა ყოფილიყო ჩემი გადაცემის სახელი, რომელიც აფხაზეთთან დამაკავშირებდა. სწორედ ამიტომაც დავარქვი მეც დევნილი ვარ, სანამ ჩვენი ტერიტორიების 20% ოკუპირებულია, მეც სწორედ თქვენს და თითეული მოქალაქე ჩვენი ქვეყნის ქართველი დევნილებად მოვისაზრე. ვინაიდან ჩვენ ყველამ ერთად დავკარგეთ ეს კუთხე. ეს ჩემი იერუსალიმია და რა თქმა უნდა თითოეული ქართველის იერუსალიმი, რომელშიც ჩვენ აუცილებლად უნდა დავბრუნდეთ და მოგვიყევით ბატონო თენგიზ, თქვენ ცოცხალი მემატიანე ბრძანდებით. ვითარება რომელიც მანამდე იყო, მდგომარეობა რომელსაც წინ ბედნიერი ცხოვრებიდან 14 აგვისტოს ომი დაიწყო. მაშინაც ესეთი უძემესი ესენია და მოდი ჩემი ეს იქნება თხოვნათ რომ ქრონოლოგიურად გავყვეთ. რასაკვირველია. ამას წინა პერიოდები აქვს როგორც გლობალური, ისევე ლოკალურის და კიდე სხვადასხვა სახის შეცდომები და ჩვენგან დამოუკიდებელი ასე თქვათ მიზეზები თუ ჩვენს მიერ ჩადენილი ცდომილებები. უნდა ვილაპარაკოთ ამაზე. და ასევე სანამ ამ ქრონოლოგიას დაიწყებდით და მოუყვებოდით საზოგადოებას და მეც. აუცილებლად მინდა საზოგადოებასთან აღნიშნო ეს რომ მე და თქვენ ორივე გადაცემის წამყვანები ვართ. დღეს მე თქვენს სავარძელში ვარ და თქვენ ჩემთვის რესპონდენტი ბრძანდებით. ესე ძალიან მნიშვნელოვანია. მართლა გულწრფელად ისევ ღელავ როგორც ის ბავშვი, რომელსაც არც კი ვიცოდი რა იყო ჩემს თავს და რა მოლოდინები იქნებოდა იმ პატარა ბავშვს. დღეს ისევ ის 9 წლის ემოცია მაქვს და როგორც გადაცემის წამყვანს და თქვენს გადაცემის წამყვანს, ხო თქვენივე გადაცემის, დღეს ხართ თქვენ ჩემთვის კიდევ უფრო ერთ-ერთი ძვირფასი მნიშვნელოვანი ადამიანი, რომელიც მომიყვება აფხაზეთზე. მე სულ დღემდე, როცა აფხაზეთელს გავიცნობ უფროს თაობას, სულ მინდა რომ ამბები გავიგო და გეოდებით გისმენთ. ყველაზე მეტად გისმენთ და ყველაზე ჩემენი მაყურებელზე პირველი მაყურებელი ამ შემთხვევაში და მსმენელი მე ვარ დღეს და მადლობა ამისთვის თქვენ კიდევ ერთხელ მოწვევისთვის ჩემს გადაცემაში. ასევე ახლა თქვენ სწორედ აღნიშნეთ რა რომ კიდევ დევნილი ყველა უნდა იყოს მენტალურად, რაც არ უნდა მატერიალური შესაძლებლობების და უძრავი ქონების რაღაც უსაზღვრო ესენი კონდეს რეზერვები და რესურსები, როგორც ჩვენი უბედურება ეს არის განსაკუთრებით
ხელისუფლების რომელიც აი ამ მენტალიტეტს ვერ ამკვიდრებს სწორად და სამართლიანად და ის ისტორიული დანიშნულება რაც საქართველოს აქვს ესე დაბადება ჩამოყალიბება სხვადასხვა ცივილური კავშირები აღმავლობა მარცხი სიდიადე უმაღლესი ფასეულობების დანერგვა ზოგად საკაცობრიო იდეალების ასე თქვა დამკვიდრება ხო ეს ყველაფერი ამ ერის ისტორიაშია რა განუყოფელია და ყველა უნდა ეცადეს რომ აი ამ კუთხით სიდიადე სიმაღლიდან შეხედოს აი ამ მოვლენას და არა რაღაც წარმავალი რაღაცები და ქონების დაგროვებები და უსაზღვროდ ვიქნები ხელისუფლებაში ეს არის წარწყმა და ეს არის ამ ქვეყნის რაობის და არსის განადგურება და ამაზე უნდა აუმაღლდეთ ყველანი როგორც ასეთი ამიტომ აი ეს მიდგომა თქვენ რომ ბრძანეთ ხო ტოლი იმ შემთხვევაში იქნება თუ მატერიალური მიღება დამოუკიდებლად სამწუხარო წლები ჩვენ ესე ვიზრდებოდით აფხაზეთელები და ჩვენ ასე გვეძახდნენ ტოლვილებს თუმცა დღეს კიდევ კაი ეს მაინც არ არის და ეს მომართვიანობა და თუმცა დევნილი კი ბატონო თუმცა სიტყვა დევნილი 14 აგვისტოდან კი ბატონო სამწუხაროდ და თქვენ როგორც მაშინ საქართველოს პირველი მოწვევის უზენაეს საბჭოს წევრი და აი ეს ერთიანობის გარეშე აი ამ პრობლემას ესე ვერ შევხედავ როგორც თქვენ ახლა ამ სათაურში ჩამოვაყალიბეთ და ცდილობთ ამ მიმართულების მენტალიტეტის და ამ სივრცის ასე თქვა გაზრდას ხო ეს არის ერთ-ერთი უნიშნელოვანესი მომენტი ახლა მე შევუდგები კონკრეტულად ამ თემიდან რა ერთ-ერთი უპირველესი მე გლობალური იმიდან დავიწყებ იმიტომ კონფლიქტი თავისთავად არ მომხდარა ეს იყო ასე ვთქვათ განსაზღვრული პროექტი ზევიდან ჩვენი ჩილოვეთი მეზობლიდან ამ ხელ გამოერჩეოდა განსაკუთრებით სერი კარდინალს ეძახდნენ სუსლოვი რომელიც იყო ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პირი საბჭოთა პრეზიდიუმში ცენტრალურ კომიტეტში რომელიც ყოველთვის მეორე პირი იყო 40 წლის განმავლობაში ეს ფუნქცია ჰქონდა რა და თავარი იდეოლოგიურად ეწოდებოდა მაგის ცნობილი გამონათქვამია ეს თქვა სხვათა შორის ძალიან მნიშვნელოვანია ჯერ კიდე საბჭოთა კავშირი არის სუპერ სახელმწიფო სუპერ ძრჟავა ეს ის პერიოდია აი ეს რომელი პერიოდია ეცე დაახლოებით 70-იანების ბოლოს ძალიან სერიოზულად არიან ჯერ კიდე ამერიკასთან კონკურენციაში და მესამე ძალა არც კი ჩანს რომ ამორს კონკურენციას და რომელმაც თქვა გამაოგნებელი სიტყვები საბჭოთა კავშირი ალბათ მალე დაიშლება ამას თავისი პირობები აქვს მიზეზები როგორც ასეთი მიზეზებზე არ შევუდგები მაგრამ ერთ-ერთს ახსენებს ის რომ რესპუბლიკები იქნებიან ამ საბჭოთა იმპერიის დემონტაჟის აქტიური წარმომადგენლები ამ სცენაზე ისინი გამოვლენ და დაასახელა ერთ-ერთი უპირველესი საქართველო იქნებაო და ბუნებრივია რუსეთი როგორც სამართალმემკვიდრე შემდგომ უკვე საბჭოთა კავშირის ესეც დაახლოებით თქვა ეს უნდა გავითვალისწინოთ და ამიტომ როდესაც რუსეთის სახელმწიფო დადგება ახალი სტატუსით ამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის რომ საქართველო და მასთან ახლო მყოფი ასე ვთქვათ პარტნიორები თავის ადგილზე ასე ვთქვათ დასვას მიუჩინოს თავისი ადგილი კუთვნილი უნდა გამოიყენოს ყველა მექანიზმები, ყველა ბერკეტები და ჩამოთვალა ეს უპირველეს ყოვლისა ეს არის სამხრეთ ოსეთი, აფხაზეთი, აჭარა და შემდგომ სხვა ესენიც გახსნა ფრჩხილები. სამეგრელო, სვანეთი, იქ სომხეთის ჯავახეთის ესენი, ბორჩალოს აზერბაიჯანის ესენი და ეს ყველაფერი კომპლექსურად თანმიმდევრულად უნდა ავამოქმედოთ. ამას კიდევ ვიმეორებ რა დროს. ამიტომ როდესაც ესეთ რაღაცას ვიღაცა ხო არ არის ახლა მეორე, მესამე, მეოთხე ხარისხოვანი, როდესაც ლაპარაკობს ამას, ესე იგი ამის საფუძველი აქვს, თორე ვინჯიდა ხო ელემენტარულად. გადის შემდგომ 10-12 წელიწადი, შემდგომ გორბაჩოვი მოდის, მაგრამ ეს ადამიანი იხტება 12 წლამდე 10 წელიწადი, იმიტომ რომ მზადდებოდა. მზადდებოდა, რა თქმა უნდა. ეს როგორც თქვენ ამბობთ პოლიტიკურად, თუმცა მოსახლეობაშიც იყო მე
მახსოვს უნებრივია ახლა როდესაც ესეთ რაღაცას კაცი ამბობს და ჯერ კიდე ბერიას დროს იყო ესეთი ამბები და ნესტორ ლაკობა და ადრე და ვინ შეუნარჩუნა საქართველოს ისე საქართველოს შემადგენლობაში პირველად თუ გახსოვთ ეს იყო არზაყვა მემხვარი რომელმაც კრება რო ჩაატარა იმაში აფხაზურ საზოგადოებაში თავად აზნაური და ის იყო ხელდასმული კაცი იყო და არ იყო იოლი გადასაწყვეტი ეს ჯერ კიდე მაშინაც მუხაჯირობის შემდგომ პერიოდი და პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკა რო უნდა გამოცხადდეს და ცხადდება უკვე და ეს ადამიანი როგორც ინტეგრირებული ბოლომდე კულტურით, ცნობიერებით, ენით, რელიგიით გამოდის და აფხაზურ საზოგადოებას ეუბნება რომ ეს ნაბიჯი უნდა გადადგა ჩვენ სხვა შანსი არ აქვს სხვა შემთხვევაში დავიღუპებით და მიუხედავად იმისა რომ ახლა აბსოლუტური უმრავლესობა არ ქონდა, მაგრამ დაემორჩილენ ამ გონივრულ გადაწყვეტილებას. ემხვარს აფხაზები და ემხვარს არზავ მოსხათაშორის მის შვილიშვილია მარია, რომელიც აქტიურად რაღაც თანამემე რაღაც მოქალაქეობის პრობლემა ქონდა, მე მგონი მოაწესრიგებენ ამას მაინც შეძლებენ სხვა რამეს თუ არა. და ეს დამოკიდებულება უნდა გაგრძელებულიყო წესით, მაგრამ შემდგომ რა მოხდა ახლა მეც როგორც ახლა უზენაეს საბჭოს წევრი კიდე ქრონოლოგიურად მივყვები, იმიტომ რომ უნდა იცოდეს საზოგადოება. შემდგომ მე მოხდა დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი 31 მარტის რეფერენდუმის დახმობით, რომლის თანახმადაც ეს 21 წლის დამოუკიდებლობა, რომელიც 3 წელი იარსება და ბოლშევიკებმა დაამხეს 24-ში, სხვათა შორის ძალიან ნაცნობი სცენარი და დღესაც ცდილობენ ამ სცენარის გაკეთებას, ამაზე ვიტყვით დრო თუ დაგვრჩა, ახლა ჯერ არ მინდა ამ სიღრმეში შევიდე, ეგრეთ წოდებული შულავერის კომიტეტი და უცხო ჯარების ინტერნაციონალური დახმარება და დანარჩენი ახლა თქვენ თვითონ გაიგეთ, ამაზე კიდევ ვიტყვით. და ამის შემდეგ მოხდა ინტერვენცია, დამხობა და შემდგომ 70 წლიანი საბჭოთა ეგრეთ წოდებული ვითომ ბედნიერება, მაგრამ ამან ბევრი უბედურობაც მოგვიტანა, თუმცა სიკეთესთან ერთად. ამის შემდეგ მოხდა დამოუკიდებლობის აღდგენა 90 წლის 31 მარტის ასე თქვა საფუძველზე 9 აპრილს გამოცხადა საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება აღდგენა. ჩვენ შეგვეძლო ჩვენ შეგვეძლო რეფერენდუმის გარეშე გავუკეთებინა ეს დამოუკიდებლობის აღდგენა, იმიტომ რომ კონსტიტუციური უმრავლესობა ჰქონდა. და ეს საბჭოთა კავშირი ჯერ არსებობს, ხო არ გონიათ რაღაც ესეთი რაღაც ბედნიერების ატმოსფეროში ვიყავით. მთელი ომები, შეგადინებები რა მთელი რიგი რესპუბლიკებში საომარი ვითარება, აზერბაიჯანს სომხეთის ომები, იქით შუა აზიაში ომები, ბალტიისპირეთი ახალი გასული და რუსეთის იმპერია დგას არჩევნის წინაშე, როგორ შეასრულოს სუსლოვის ასე თქვათ დანატოვარი. ეს ვითარებაა რა. და ამ დროს მოხდა ეს გრანდიოზული გარღვევა და დაკარგულ დროთა კავშირის აღდგენა ჰამლეტის ენაზე რო თქვა, შექსპირის ენაზე. ჰამლეტის პრობლემა რა არის? სამართლიანობა დაირღვა, ქვეყანა ჩამოიშალა, დედა გათხოვდა, მამა მოუკლეს, ბიძამ მოიყვანა დედა ცოლად, იქ რაც ოფელია და არეულია ყველაფერი. რატომ? იმიტომ რომ ეს წესრიგი მოიშალა. დროთა კავშირი დაირღვა. ეს ნიშნავს სამართლიანობის დარღვევას და მისი აღდგენა არის ყველაზე მნიშვნელოვანი როგორც სახელმწიფოში, ისე პიროვნებაში და ცივილიზაციაში. ეს გაკეთდა მაშინ. რამდენი ხანი იარსება ამა და ამ იდეამ რამდენი დიდი ხანი იყო თუ არა უმრავლესობა, ეს სხვა არის, მაგრამ ფაქტია რომ მოხდა. უზარმაზარი პირველი მრავალპარტიული არჩევნები საქართველოს ტერიტორიაზე, რომელიც სხვათა შორის ჩაატარა, ესეც უნდა ვთქვა, მე და თქვენც იცოდეთ. ისეთ ხებელით მოხდა პარტნიორობაში, პარადოქსალურ რაღაცას ვამბობ, მაგრამ ამად გასაგონად ვამბობ კიდე დღევანდელი ხელისუფლება. გივი გუმბარეძე იყო კაკეპის გენერალი, რომელმაც შეცვალა ჯუმბერ პატიაშვილი 9 აპრილის შემდეგ. შევარდნაძემ ჩააჩოჩა, დასვა ეს ადამიანი და ამან ეროვნულ მოძრაობასთან ერთად დანიშნა პირველი მრავალპარტიული სამართლიანი არჩევნები და წაგებულმა გამარჯვებულს მიულოცა გამარჯვება. ეს იყო უზარმაზარი გარღვევა მენტალიტეტში. ვისი დეფიციტით კი არა, ეს 180 გრადუსით არის დარღვეული დღეს.
და ამათ კიდე რაღაც თუ უშველეს აი მსგავსი მენტალიტეტი და მოუწოდონ აკებეშნი გივი გუმბარიძეს დონემდე ამახლე მეც არაფერს არ ვიტყვი ახლა ამჟამად მე მგონი გაიგეთ ის გასაგებია ხო და ეს შემდგომ ჩატარდა ეს არჩევნები უმნიშვნელოვანესი არის აფხაზეთში ჩატარებული რეფერენდუმი უმნიშვნელოვანესი რომლის თანახმადაც 62%-მა დაახლოებით აფხაზეთის ყოფნას საქართველოს შემადგენლობის ხარი დაუჭირა. ეს ძალიან შრომატევადი საქმეა, ეს თავისით კი არ მოვიდა ეკატერინე რო ახლა ზევიდან მადლი რო გადმოვა, მარტო ეს კი შრომატევადი, იმიტომ რომ მან რუსები, უკრაინელები, სომხები, აზერბაიჯანელები, ბერძნები განსაკუთრებით ბევრნი იყვნენ. ეს იყო ინტერნაციონალური გუნდი, რომელმაც ხარი დაუჭირა აფხაზეთის ყოფნას საქართველოს შემადგენლობაში. და ისიც გაითვალისწინეთ, რომ გაქვია იმას შუტალის მოსახლეობას ამ რეფერენდუმში არ მიუღია მონაწილეობა, იმიტომ რომ ამ კომპრომისზე ჩვენ წავედით, იმიტომ რომ იმედი ჰქონდა რომ ამას გარეშეც მოვიგებდით. აი ფორას რომ ისევ რა მოწინახდით, ეს დაახლოებით ესე გამოგვივიდა. გამიგეთ. ნუ უზარმა დღეს თუ შეგვიძლია ჩვენ რაღაცაზე ვიპოვოთ, ვილაპარაკოთ და სახელმწიფოებრივი გონორით და სიმართლით ვილაპარაკოთ, ამის გარეშე ჩვენ არავინ გულსახ დაუგებინებს არავინ. ყველაფერი ნაფანტაზიორებია. ყველა ამის გარეშე. ეს უზარმაზარი კოზირია და სამწუხარო და საუბედუროთ თქვენი აზრით როდის დაიწყო შემზადება ამ ყველაფრისთვის? ეტაპობრივად, იმიტომ რომ ეს ყველაფერი ხო გეუბნებით იშლებოდა, შემდგომ გააჩაღეს სამოქალაქო ომი, აფხაზეთის დაკარგვაში გადამწყვეტი როლი ითამაშა არა მარტო იმ დაგეგმილმა პროექტებმა, რომელიც რა თქმა უნდა კრემლიდან იყო წამოსული, არამედ ჩვენი ბრავლეულობა გაუტანლობამ, არასახელმწიფოებრივობამ, შურმა, ბოღმამ აი გათითო კაცებამ და ასე ვთქვათ პიროვნების ზიზღი რომ სახელმწიფო რანგში რუავად რა სახელმწიფოს რო ავნებ აი ეს იყო ძირითადი ტენდენციები რომელიც ქვეყანა უბედურობამდე ლამის დაშლამდე მიიყვანა ასეთი ეგ სქემა ამიტომ მოქმედებდა ესენი იმათ არ ძინავთ ვინმეს თუ გონიათ რომ ახლა ეს უსლოვეს ზევით ჰაერშია ჩამოკიდებული და ძალიან ეტაპობრივად მიყვებიან იქიდან სამეგრელოს დარბევები ახლა ისტორიად მაგ პერიოდში იყო ესეთი ესე იგი სამეგრელოში ტარდებოდა მიტინგები ესე ვთქვათ და პოზიცია და ოპოზიციის გაურკვევლობები იყო მახსოვს ზვიადისტები და ოპოზიცია მისი მოწინააღმდეგეები თუმცა ხალხის უმრავლესობა რა თქმა უნდა დადიოდნენ აფხაზეთში ძირითადად იყო ზუგდიდში თუ არ ვხდები მე ძალიან პატარა ვიყავი ეპიცენტრი დიახ და ხო არ ფიქრობთ რომ იმ დროინდელმა ჩვენმა გახლეთ ჩვენ საქართველოს ორ ნაწილად იმიტომ რომ რეალურად ისედაც ამ პატარა ერს და კიდე დამატებით კი ბატონო და ხო არ იყო ესეც ეს წინა პერიოდი იმის რომ ჩვენი ქართველების ანუ ერთმანეთისთვისაც არ გვეცავარებს თუ მშვიდობაში ძმები და მუთანამოქალაქეები ერთმანეთს პოზიციაზე და ოპოზიციას შორის დაუნდობელი ბრძოლები და რაღაცა იყო ძალიან სამწუხაროდ აღმოჩნდა ბევრი ინტელიგენტი და მზადაც არ იყო ქვეყანა ამ იმიტომ რომ სახელმწიფოებრიობა ეკატერინე ამათვეს უცხოხილი იყო ფაქტიურად აი ეს მნიშვნელობა ფასი 70 წლიანმა წვეტამ გამოიწვია ძალიან ისეთი შედეგები დამანგრეველი გამიგე ამას რო ცილდები რაღაცას ხო როგორც კლასიკურ მუსიკას თუ რაღაც ის რა ჩემია გინდა სპორტსმენი ხარ თუ წამყვანი როდესაც პროფესიას ცილდები შემდგომ უკვე დისტანცირება რო ხდება მე გიჭირს ისევ კალაპოჩი დაბრუნება და ეგ დაგვემართა რა და მე ეს სამეგრელოს მომენტი იყო ეს ყველაფერი გათვლილი იყო ბოლომდე უნდა დაშლილი იყო ბოლომდე ყველაფერი აუ ესე აჭარეთ მეგრელოთი სამხრეთ ოსეთშიც მოინდომეს იქაც გააჩაღეს რა თქმა უნდა ომი რუსებმა და
როგორ ფიქრობთ, რა იქნებოდა შემაკავებელი და რა არ უნდა გაკეთებულიყო? შემაკავებელი იქნებოდა, როდესაც ინსტიტუტები რაღაც დონეზე მოწოდების სიმაღლეზე დგანან და რომლებიც კონფრონტაციას საკმაოდ დასუსტებული იყო მაშინ ჩვენი მოქალაქეობის რელიგიური ეგეც უნდა ვთქვა. რომელმაც ვერ უზრუნველყეს სამოქალაქო მშვიდობა, ამ თემაზე არ მინდა მეტი ლაპარაკი, მე სხვა დროს ვილაპარაკოთ. ისე როგორც პოლიტიკური დაბალი კულტურა, როგორც ასეთი ძალიან და ინტერვენცია და შემდგომ უკვე გაუტამლობა და ხელისუფლებისადმი რაღაც პათოლოგიური ერთი წელი და 13 დღე მიმდინარეობდა. პროცესები, რომელიც მანამდე კიდე მივართ, აი პირველ ორი სიტყვით რო ვთქვათ, როდესაც დაამხეს უკვე ეროვნული ხელისუფლება უზენაესად, რომელსაც სხვათა შორის დღესაც ერთადერთი ლეგიტიმური ორგანო არის. ერთადერთი ხაზგასმით ვამბობ ყველას გასაგონად, იმიტომ რომ EUTM, OBSM-ს, ამერიკის კონგრესმა ყველამ აღიარა, რომ საქართველოში ლეგიტიმური ორგანო არც ერთი არ არსებობს ამის გარდა. არც ერთი. ამიტომ დაფიქრდით ამაზე. გამოიყენეთ ეს ინსტიტუტი ისე როგორც ბალტიისპირეთმა გამოიყენა როგორც ასეთი და რომელმაც განაახლა და სამოქალაქო მშვიდობა დაუბრუნა ხარ. ამაზე სხვა დროს ვილაპარაკოთ. ან ეს ერთი-ორი სიტყვით ისე როგორც დე ფაქტო ისე ვთქვი, მეტი არაფერი. და ეს ყველაფერი რომ მოხდა, ხო, ამის შედეგად ეგ ზვიადი და მისი მომხრეები გროზნოში იქ დაუმორჩილებლობა, იქ პარლამენტი აერჩიეს, მეორე პარლამენტი და ვერანაირი ეს ურთიერთკავშირი ვერ კეთდება ამ ენას შორის. ყველაზე უმნიშვნელოვანესი, რომელსაც ქართველებს უკვე ურად გახლეჩილი სამოქალაქო დაპირისპირება პატარა ქვეყანაში ანგრეს, მანდ კი არა ესპანეთში მოგეხსენება სულ ახლახან ეს ფრანკოს და რესპუბლიკელების ეს რო იყო დაპირისპირება, დღესაც რაღაც გამოვლენებები კიდეა, დღესაც აბა მას ასასურელი კონდათ იმათ რაც არგენტინაში, სამხრეთ ამერიკაში ბევრს კონდა, ბევრი წავიდა ემიგრაციაში, საფრანგეთში თუ რაღაცა ჩვენ რაღაც სხვა მეორე სამშობლო ისეთი არ აქვს. როგორც პორტუგალიისთვის არის ბრაზილია, ჩვენ არ აქვს ეგეთი, ხო? ანუ რაც არის, იმას უნდა დაგვიჯერდე ელემენტარულად და აი ესეთ ვითარებაში აღმოჩნდით დამხობილი სალაპარაკო ენა არა და ამ დროს უკვე მივადექეთ აი დღევანდელ დღეს უკვე. აქამდე ერთი-ორი სიტყვით თქვი, თუმცა უსაშუალო შევეცადე მე რაც შემიძლია მოკლედ მელაპარაკა. არჩეული ის პარლამენტი, იქ გროზნოში, იქ ზუგდიდე. სწორედ ეს ამდენი წელი მიმდინარეობდა, რომ აქამდე მისულიყო და მივადექით იმ აი მეორე პარლამენტს აირჩევდნენ ეკატერინე მაგ ეპოქას მინდა ეგ მივადგე, როგორც კი ზვიადი წავიდა და ეს არის იანვრის 7 თუ 14 რიცხვი დატოვა საქართველოს, ჯერ გადავიდა რა ქვია სომხეთის, შემდგომ აზერბაიჯანში და შემდგომ გროზნოში უკვე და აი მან უკვე ვაკუუმი ამ დროს ჩამოდის შევარდნაძე. ეს მნიშვნელოვანია ძალიან. ყველა რევოლუციას და გადატრიალებებს აქვს თავისი მოტივები და მიზნები. ყველას. ამ შემთხვევაში ერთ-ერთი მთავარი მოტივი იმ ფაქტორებთან ერთად რაც თქვი, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი იყო საკუთრების საკუთარ თავზე მორგება, ათვისება და პრივატიზაცია ქონების. ეს იყო ერთ-ერთი დომინანტი განსაკუთრებით წითელ ინტელიგენციაში და წითელ პრეზიდენტი გაქცეული ყავს ერთადერთი უპირველესი პრეზიდენტი და პირველი გაქცეული ყავს სამწუხაროდ ძალიან ბევრი რამე გააკეთა სტრატეგიულად სულ ამას ვამბობ ამ ადამიანს სტრატეგიულად ხალხს ლაპარაკ შეცდომა არ დაუშვია ტაქტიკაში ზუსტად გამსახურებას კი არა ნაპოლეონს გოეთეს და დიად ადამიანი ისეთი შესრულებები აქვს რომ წაიკითხა გული გაგისხდება ჩამოდის შესრულებებისგან დაზღვეული არავინ ჩამოდის ედუარდ შევარდნაძე რო ჩამოდის შევარდნაძე და პირველი რა უნდა გააკეთოს დაარსდა იქ სახელმწიფო საბჭო მიტინგები იხვრიტება მანამდე როგორც ასეთი ეს ტროიკა რო იყო ეგრეთ წოდებული კიტოვანი ჯაბაიოსელიანი და სიგუა ესენი მიხვდნენ რომ ექსამეულს არავინ არ აღიარებდა და ამიტომ
ემისრები ფედრიონი სასრავად გააგზავნეს გამოუხრებელი ჩვენი ქვეყნის ეს კიდევ უფრო შევეხებით მაგ თემას ისე ჩამოვიდა შევარნაძე და ხალხმა მთხოვა თორე არ ჩამოვიდოდი და მე ყველამ კარგად ეცოდა რომ ორგანიზატორი ეგ იყო მოსკოვიდან მართვის პულტი მას ეჭერა ხელში ჩამოვიდა და შემდგომ უნდა შემგავლიყო პარლამენტი რა მაგრამ სანამ პარლამენტი შეედგებოდა აი აქ მივედით ყველაზე მთავარს ვამბობ ახლა დღევანდელ დღესთან მიმართებაში ეს არის ყველაზე მთავარი შექმნეს აი თქვა სახელმწიფო საბჭო როგორც ასე რომ ესაც ახლა ლეგიტიმაცია არ ხდება მაგრამ ხო შეყარეს ხალხი რა ამ სიტყვის პირდაპირ გააგებეთ სხვადასხვა პარტიები ზოგს ამდენი ზოგს იმდენი ესა გააუსეს მოკლედ ესე რომ რა თქმა უნდა ხა ეგრეთ წოდებული ესეთი სიტყვა სუიადესტე ცოტა ისინი იქ დაუმორჩილებულობა გამოუცხადეს ამ ორგანოს როგორც ასეთი და ნუ წავიდა ეს ომი კიდე მიდის რა როგორც ასეთი ხალხილული ამ ომთან კიდე შიდა ომი გვაქვს ბატონო ამ უკვე აფხაზეთის ომთან გარდა იმისა რომ აფხაზები და რუსები ვერ მიწვია აი გეტყვი ახლა მაგათმა რა გადაწყვეტილება მიიღეს აი ამ შექმნილმა სახელმწიფო საბჭომ ეგ ახლა მუდმივი კვოტა არ იყო იქთან პარალელურად არჩევნებისთვის ზადებაც მიდიოდა გესმის რომ ოქტომბერში იყო მე მგონი არჩევნები 92 წლის 4 წელი კონსტიტუცია რომ მიიღო სხვათაშორის კარი კონსტიტუცია დღეს სანატრელია კონსტიტუცია ისე გაგვიხდა საქმე ცხოვრებადი იმიტომ ხალხი გადის რეგიონში აფხაზეთში ფეთქებაც ასეთი მდგომარეობა და რა გადაწყვეტილება მიიღო ამ რა სახელმწიფო საბჭომ პირდაპირ ჯარები რკინიგზის დაცვის ეგიდით და მოტივით ჯარები შეიყვანა პირდაპირ ასე ვთქვათ მაშინ რა სოხუმში რა პირველი შეტაკება იქ მოხდა აფხაზეთს დაიღვარა სისხლი და აიღუპა ხალხი და ეს ფაქტურად იყო სწორად გავიგე პირველი ჯარები შეიყვანეს აფხაზეთში და თან მოტივია მან თავარი რა მოტივი მისცეს ამას რომ იძარცვება მატარებლები იქიდან ჩრდილოეთ მომავალი აქ უნდა ზოგი სომხეთში მიდის ზოგი აზერბაიჯანში და ეს რომ უზრუნველყოთ და ფილტრაცია რომ მოახდინოთ დანაშაულის და ნეიტრალიზაცია ამისთვის გვინდა უნდა შევიყვანოთ ჯარები და სინამდვილეში რა იყო სწორედ აი ეს მინდოდა და გამეკო აი ჯარები შეიყვანეს რისი ფილტრაცია იყო საჭირო რისი ფილტრაცია და ეკონომია იძარცვებოდა ეს ისისა მატარებლები და მართლა იძარცვებოდა ზოგი ბანდიტი ზოგი ისეთი ზოგი მართლა წინ იძღოდა და ამის ნიადაგზე ჯარები ამის ვითომ მაგრამ სინამდვილეში რა აუნდოდა ეგარი ახლა ფარული პოლიტიკა ფარულია ყოველთვის აიზბერგის ქვევით რაც არის ეს არის აიზბერგის ზევით რაც არის ამეთი ქვევით არის ერთინასავით ახაც პოლიტიკა ძირითადად ეგ პრინციპებია რა ხილული კი არ არის ყველაზე რა ჩანს უხილავი რა იყო ზვიადისტები უნდა გაენადგურებინათ, უნდა აელაგმათ და ერთხელ და სამუდამოდ უნდა გასწორებულიყო ეს ყველაფრის ფასად რა. ზვიადისტები ძირითადად აფხაზეთში სანამ ყველაზე დიდი ის იყო დასაყრდენი ზუგდიდი, დიდწილად ქუთაისიც და მაგრამ აფხაზეთი სოხუმი სოხუმში ძალიან ვიყავი ეს მიტინგები არ ჩერდებოდა და არ მოხდა სოხუმელი დიახ ჩემი მშობლების შესაძლოა ვინც არ არის ნამყოფი მაგ დროინდელ მიტინგებზე სწორედ ამის ნიადაგზე შემდეგ რომ ზვიადისტებს ანუ ჩვენი ჯარი რატო შევიდა აფხაზეთში შევიდა საბაბი იყო ის რომ უნდა დაეცვათ რკინიგზა ძარცვისაგან და ნამდვილი მოტივი იყო ის რომ უნდა აელაგმათ ეს პოლიტიკური თუ სამხედრო ასე და დაწესებულებებინა უნდა გაეჩუმებინათ რა უნდა არანაირი იმიტომ რომ თან ახლა არჩევნებიც ახლოვდებოდა იქ ბოიკოტი იქიდან შეიარაღებული გამოსვლები და 1000 ის დაპირისპირებები გრძელდებოდა რა შემდგომ ამას სამოქალაქო ომის სახით ბოლოსით მაინც იფეთქა ამაზე მე ვილაპარაკ ბოლოსკენ აი სოხუმის დაცემის წინ იფეთქა აი ამ ჭრილობებმა რა შემდგომ სისხლისგან დაიცალა ორგანიზმი
და ამის გასაბათილებლად რომ ეს არ მართლა ეს გასაბათილებად კი არა რომ სწორედ ამ თემაზე ლაპარაკობ სამტრედიაშიც იყო ესეთი პუნქტები რა რომ სადაც იქ უფრო ნაკლები იძარცვებოდა უფრო მეტი იძარცვებოდა სამტრედიაში ვიდრე ეგ სოხუმში გამი ორი პუნქტი იყო ძირითადად საიდანაც ტვირთები მოდიოდა მატარებლებით გამიგე ეს თვითონ ჩემი დაკვირვება მარტო არ არის შეგიძლია თუ ვახტანგ გვარამია რომელიც პროკურორიც იყო მოსამართლეც იყო საკონსტიტუციო სასამართლოში მე თვითმფრინავი ვიყავი და ბევრი ადამიანი გეტყვით რომ ესეა რა თქმა უნდა ახლა ვინც ეს გადაწყვეტა მიიღეს ესენი დღესაც არ აღიარებენ ამას ახლა ამას რა მნიშვნელობაა და მოკლედ ეს მოხდა და ასევე მინდა უფრო კიდე ფუნდამენტალურად შედის ჯარი ჩვენი ჯარი შედის აფხაზეთში შემდეგ იწყება ომი ბიჭო სულ ჯარი რო შედეს რას ნიშნავს ეს ოკუპაცია უნდა მოახდინო როგორც უნდა ალაგმო იქაურობა ამას რუსი რო გამოიყენებდა ამას პატარა ბავშვიც მიხვდებოდა მაშინ ეს რუსი უნდა გათიშული ყოფილიყო და განეიტრალებული ყოფილიყო და ეს რასაც ეს რო ლაპარაკობ იმ ადამიანზე რა იმის ეგიდით არ უნდა მომხდარიყო ეს ყველაფერი ანუ მაშინ უნდა ეღიარებინა რუსეთს საქართველოს დამოუკიდებლობა და ის რასაც დღეს აკეთებს გამანგრევს იმ პოლიტიკაზე ხელი არასოდეს ხელს არ აიღებს ამ ეს ახლა პატარა ბავშვს უნდა ეწოდეს და ახლა ხელისუფლების გამკვირვებია ეს მართლა ძალიან უსწავლელი და გაუნათლებელი და ძალიან ახლოს ხედველი ადამიანები არიან ვისაც ეს პროცესები არ იცის რასაც გეუბნებით თვითონ აი იმის თანმიმდევრობა დღეს რა სახე მიიღო ამ ყველაფერმა რაზე დგას ეს ყველაფერი ბოდიში მოუხადო თუ არ მოუხადო ეს ახლა ეს ბოდიშის მოხდა ეს ხო არ არის ახლა შემთხვევით ხო ბოდიშის მოხდა ნიშნავს რუსეთის განთავისუფლებას პასუხი კონკრეტული დანაშაულისაგან აფხაზეთში ჩადენილი ბუჩაში რა ჩაატარეს იმაზე უარესი ისინი აფხაზეთში ჩაატარეს ქალების მასობრივი მოტაცები გაუპატიურებია რაღაც საშინელებები ვიცი ახლა ვერ მარტო მე და ყველა მიცის როგორც ასეთი და ვანდალური და რაღაც არაადამიანური ისინი რა კარგი მაგას ახლა შევეშად დავა კონკრეტული და კიდე ამას ეკატერინე კენჭი უყარეს აი იმ საბჭოზე გამიგე იცით რამდენმა შეიკავა თავი ხუთმა ეს რასნით და ახლა პოლიგიმი იმიტომ ვადარება მათ რა ეს ხალხი დღეს ვინც ხელისუფლებაშია ისინი რა თქმა უნდა ამას ღიად დაუჭერდნენ ხარს და იყვნენ კიდევაც იგივე ხალხი ვინც ახარის ხო ედებს წარმოადგენენ მაგალითად იქ იყვნენ ზუსტად ეს პერსონები რომლებმაც 4 შვილის დედები ციხეში გაუშვეს და კიდე საშინელებები ჩაატარეს შეიძლება თუ არა აცილება ბატონო დანგის აცილება თუ შეიძლება და ამის და რა აცილება შეიძლება და იმ შემთხვევაში თუ მათ შორის ხო ქართულ ტრადიციონალისტთა კავშირი გამოვიდა იმით და დაუსაბუთა რომ ეს გამოიწვევდა ომის ესკალაციას კიდევ უფრო ქვეყნის შიგნით სამოქალაქო დაპირისპირებას და ეს რუსია გარანტირებულად ჩაერეოდა როგორც ასეთი თუმცა აქამდე თამაშობდა რომ ვითომ არაფერშუაშია და სინამდვილეში ჩაერეოდა და გაამარჯვებინებდა იმას ვისაც გაამარჯვებინა მით უმეტეს მაშინ ახლა დასავლეთი ჩვენგან დისტანცირებული იყო სამხედრო თუ ერთადერთი რაც გააკეთეს საქართველოს აღიარება იყო იმ სამოქალაქო ომის დროს სხვათა შორის სხვა დანარჩენი მაგადგან სანამ არ მომწიფდა ეს იდეა და სანამ ახლა ახალი ხედვა არ გაჩნდა ახალი მზერა არ გაჩნდა ახალი ეპოქა არ ჩამოყალიბდა მანამდე მაგათ თითითიზე არ დაუდიათ ეს უნდა ითქვას ფაქტიურად ეს ხალხი შიშველი ხელით იბრძოლა რა აი სწორედ აქ მინდა ვათვეიომა სამოქალაქო ომი ყოფნა ხო ეს ვერ დავასრულე რა ვერაფერთ რამდენმა ისაიც ახლა წინააღმდეგ 4-მა გვარებიც მახსოვს გეტყვით ეს ახლა საზოგადო უნდა იცოდეს კაცო პოლიტიკოსია არის ძალიან ძიმე პროფესია რომელიც რას აკავს იცი ეკატერინე აი დამინულ მოედანზე რო შედიხარ რა უმისი ხო არის სადაც ფეთქდებიან რა ზოგი ნასკარია ზოგი ტვინი ზოგი სხეული ზოგი საერთო ზოგი თვალ ზოგი ყურ ზოგი და ესე უდანაკარგოთ ომი და ეს არ არის ეს ახლა რომანტიკული ის არ არის ახლა მოცარტის მუსიკა რა სიამოვნება მოგვაროს ხო და პეტროვინე თუ ასე შემდეგ
ახლა აქ უნდა იცოდე რომ ფეთქდები და თუ ფეთქდები მაშინ ან ინვალიდი ხარ ან გვერდზე უნდა ჩაიწიო ხო თუ ახლა გული ცნობიერება სინდიზით აგიფეთქდა და კიდე დღესაც პოლიტიკაში გა და კიდე ხალხს შენი ეგიდით იჭერე ეს არის რაღაც უზარმაზარი ცოდვა ჩამოთვლი ამას ირაკლი მელაშვილმა წინააღმდეგ იმისა ნიკო ჭავჭავაძე ფილოსოფოსი რო იყო წინააღმდეგ იმისა ის გოჩა გოგო თავი შეიკავა და ადამ მარშანია კიდე ხაზეთიდან და მეხუთე კიდე ვიღაცა თავი შეიკავა ხო თავი შეიკავა ანუ წინააღმდეგი წავიდა რა თავი შეიკავა კი წინააღმდეგი წავიდა დანარჩენებმა ან გაატარეს ამ წვანაშუქი აუნთეს ანუ პრობლემაც კი ვერ დასვეს ამის თქმა მინდა ჯარის შესვლას გulis ჯარის შესვლაზე და რაღაც გამოიწევდა ეს ჯარის ესახა ახლა პოლიტიკაში ცოტა რაღაც თუ გაგეგება ცოტა რაღაცა ეს უნდა გათვალო აუცილებლად ისა შეეხება ნაერები დაახლოებით ის ნაღმი უნდა გამოიწევს მე ამოქმედდა აბა რა ეს ნაღმი უნდა იცოდე რომ ის დღეს და ის აფეთქდება ამისო სპეციალისტები ყავთ გამნაყველები ხო მაშინ იმას უნდა ამდო და შეათო მიდიხარ და სხვასაც ამდენი 1000 ადამიანის ბედი ბეწვის ხიძზე ხო და ვის აწყვეტინებდნენ ამის თქმა მინდა და შევარნაძემ ხელი დაიბანა კიტონაც ხელი დაიბანა სიგურომაც ხელი დაიბანა კიდე სხვათა შორის სიმართლე უნდა თქვა სულ კონფლიქტში ვიყავი მაგაცთან რა განსაკუთრებით სამეგრელოსთან მიმართებით ჯაბა იოსელიანი ხმამაღლა ამბობდა სავით რომ ეს კარგს არაფერს არ მოგვიტანს აი კაც კი ყვიროდა იქ აფხაზეთში ერთი კარგი ამბავი უთქვამს ხო ხო არ უნდა დაუკარგოთ რა თორემ აკაცი ანტისახელმწიფოური ტიპი იყო თუმცა ეს იყო თავიდან ბოლომდე არა მაგრამ დიდწილად სპეცსამსახურები დაკომპლექტებული ასე თქვა გუნდი ამ ხელად ძალაუფლება ასეთი დიდი ნაწილი ეკატერინეს კრიმინალური ხელისუფლება იცი რას ვერ დაუკარგა იცი კიდე რას ვერ დაუკარგა მაგათ 800 ბიჭი აფხაზეთში დააკარგეს მაგათ ჩვენ თუ არ წეხდებოდა მე იქ ვიყავი ძირითადად არ მგონია მარტო ეროვნულობისთვის დაეკარგათ ნუ რა თქმა უნდა ყველას ჩვენი არა გასაკვირია ეს რომ სპეცსამსახურები იმდენად მარადიოლებდნენ ბატონთან მაგრამ ახლა არ არის ხო შეუძლია იმ არადიოროს და მერე წავიდეს რა სამში იქ არ წავიდეს არ დაბრუნდეს ვინ აიძულებს რომ ეგეც ხო არის ახლა კიდევ ვიმეორებ ეგენი იყვნენ ანტისახელმწიფოებრივი წარმონაქმნი რომელიც იმართებოდა ჩრდილოეთიდან ხაჩიშვილი ისინი და პრიმაკოვის კანტორა იყო რა შეიძლება იყოს და ამიტომ აი ესეთი რაღაცები თქვენ როგორ ფიქრობთ სავსე იყო რა და კიდე ბოლოს დავასრულებ ეს რომ ბოლომდე ვიყვანოთ ეს ომი ხო დაიწყო ჩვენც მომენტალურად რა თქმა უნდა იქ გავყოთ ხელწერილებში ვიყავი ჩვენ ეს წალენჯი ხა იქნებოდა წალენჯი ხაცი ყველაზე დიდი უბედურებები ჩაიდინა სამართმა ხედრიანმა ყველაზე სამხედრიონმა და იმანაც კაცო რა მარტო ხედრიონს არ უნდა უკაცრავად ჩაეტენო ეს უბედურობა გვარდიაც რო იყო იქაც საკმაოდ კიტოვანის და ემათი ისინი ვინც იყო კიტოვანის არის ხო მარტო რაღაც არ წივიდა რაღაც როგორი განუკითხაო არ წივიდა რაღაც ან დაცვა ასეთი ოჯახი არა რაღაც საშინელებები ეკატერინე რომლებიც არცავდნენ უბედურობა და რა ვიცი კიდე რაღაც განგებამ გადაგვარჩენა მე მგონი თორე წესეთ არ უნდა გადავრჩენილიყავი ჯერ კიდე შანსები გვაქვს და აი კი ჩავედი ალენჯიხა ზუგდიდში საერთოდ ვერ შევიდა სამთავრობო ესე იმ პერიოდ დიდი ხნის განმავლობაში სანამ ბოლოს სოხუმის დაცემის შემდეგ შევიდა როდესაც უკვე რესუიადეც ასე თქვა მოუკალეს და ამის შემდეგ ზუგდიდიც აიღეს და ასე შემდეგ სოხუმის დაცემის შემდეგ მანამდე ზართული ვითარება იყო ჩაკეტილი ზურგის ის თუმცა წარმატებული პროცესებიც იყო თელერგის სამხედრო ესენი როდესაც ერთად დგომა შეძლო აი ამ ერთი შეხედვით ტრულმა იმან უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული გამარჯვებებიც მოიპოვეს და ასე შემდეგ იყო თუმცა სწორედ ამიტომ გაგრძელდა ეს წელიწადი და 13 დღეშიც ფაქტიურად ამდენ ჩვენმა თან თავზე ხელაღებული პატრიოტები იცავდნენ რა ყველაფერს რა და ჩვენ რამეს თუ ჩვენ
მას თუ ფასი კიდე თუ აქვს სახელმწიფოებრივ ხედვებს, ინსტიტუტებს, ჩვენს გამოსვლებს, ჩვენს აი ამ მოთხრობას თუ შეგონებას თუ შთაგონებას აზრინა დაარქვით, იმ ბიჭების სისხლით არის გაჟღერტილი და ეტაპი ვაბობ ჩვენს სინდეს ისინი ინახავენ. გადაჭარბების გარეშე ვაბობ ამას. დანარჩენები ახლა ვითომ პოლიტიკოსები, ვითომ მიგვიყვანა. პირველესი აღსანიშნავია, რომ უპირველესად ჩვენ გმირებზე უნდა იყოს ძალიან მეტი პატივისცემა უნდა ქონდეს ეს სახელმწიფო აფხაზეთში მეომართა კავშირები არ მინდა მილიონერები მილიარდები 5% ცხოვრობს მილიარდელები და დანარჩენი შემშილი დგება და რესურსებს ვერ ანაწილებს ადამიანები რომლებიც ელემენტარული ხალხი გარბის ერთმანეთისგან გათიშულება კიდე ამას სჭირდება კიდევ ვიმეორებ რა ნორმალური დალაგებული კონცეპტუალური ხედვა ეროვნული თანხმობის საფუძველი რომელიც შვიდების მოყარე პრინციპებს დემოკრატიულ საწყისებზე მონახავს ერთმანეთს და კარგი გაგებით დემოკრატიული ასე კონკურენტუნარიან ვითარებაში ქვეყნის პრობლემებს გადაჭერს. არ არის ეს რთული, ოღონდ აი აუბედით რაღაც კერპთაყვანისმებლობაზე უნდა ამაღლე. ამის გარეშე აქ არაფერი არ იქნება და ჩვენ 15 წელიწადში დავიშლებით ესე თუ გაგრძელდა. გონს უნდა მოვეგოთ ერთმანეთთან მისასვლელი გზები როგორც მერაბ კოსტავა ამბობდა უნდა სხვათა შორის პირველი სიდის ციხიდან რომ გამოვიდა ეკატერინე პირველი შვილის სასაფლაოზე წავიდა და მეორე დღეს სოხუმში წავიდა. და ბატონო თენგის, იცით იგივე კითხვა მაქვს ალბათ ამ 33 წელში რამდენი კითხვა დამბადებდა და ყვედებდა თითოეულ ქართველს და განსაკუთრებით იქიდან ვინც ვართ და არ მეგულება ოჯახი ვისაც აფხაზეთში ნათესავი არ ყავდა ან და რაიმე შეხება არ ქონია და ნუ განსაკუთრებულად ის რა მინდა თქვა ამ ეროვნული ხალხის გარდა დღეს ვერაფერს ახსენეთ, ზედგამსახურდი ახსენეთ. სად არიან ეროვნული ხალხი? სად არის? ვინ არის თქვენ? ეროვნული ხალხი არის ახლა ეროვნული ხალხი ეცეთ რომ ანუ მაშინ ლიდერებზე მაქვს საუბარი. ლიდერებს კიდევ რაღაც ეპოქა რო 33 წელში ნუ თუ მერაბ გამსახურდია და მერაბ კოსტავა დღეს რო გამოჩნდნენ მაგათ ყურს ძალიან ცოტა ვინმე დაუგდებდა ორივეს გადასარევად ვიცნობდი უახლოესი ურთიერთობები მქონდა სახში მისვლა მოსვლის უახლოესი კიდევ ვიმეორებ ჩემთან სახში მე უფრო ხშირად დავდიოდი მაგათთან ძალიან ახლოს ვიცნობდი ძალიან დიდები იყვნენ რა მაგრამ ყველა ადამიანს პიროვნებას აქვს თავისი დრო ახლა ნაპოლეონს თავისი დრო ჰქონდა იმას თავისი დრო იმას თავისი და ყველა ეპოქაში დიდი ადამიანები ყველა ეპოქაში წარმატებული ვერ იქნებიან უბრალოდ აუცილებელია რომ ერი გაერთიანდეს ამ იდეალის გარშემო იმ მონაპოვრების გარშემო რაც ჩამოვაყალიბეთ ჩვენ თუნდაც აქ რაც ვიღა ამაზე უნდა შეთანხმდნენ აფხაზეთის ცხინვალის მიწის ყიდვა არ გაყიდეს აი ეს აგახდა ეს რა უბედურებაა საერთოდ ეს არის რაღაც სულ ახალი ინფორმაცია არ ვიცი რამდენად რეალურია აფხაზები ჩვენ შეგვიძლია დრონები დაუბომბოთ თბილისით ახლა ჩვენ შეგვიძლია დრონები გავაგზავნოთ და დრონებით გავაგზავნოთ თბილისს ანუ დღევანდელი მოცემულობა ეს ახლა მაგათი სერიოზულად მაგას არავინ არ უყურებს მაგათ უფრო დიდი რაღაცა ემუქრება და ძალიან კარგად იციან ეს ახლა რუსეთის წარუმატებლობა და ფანტასტიკური მარცხი როგორც ასეთი შემოტრიალება და დასავლეთმა როგორც იქნა გამოიღვიძა ღრმაძილის შემდეგ და დაადგა იმ გზას რომელიც ადრე უნდა გაეკეთებინა ამ ილუზიებიდან ადრე უნდა განთავისუფლება რუსი არ შეიცვლება არასოდეს ჩინგის-ხანის გენი რუსეთის მასაში გენში და უმრავლესობაში ძალიან შთამბეჭდავად მოქმედებს და მის რუსულ კულტურაზე რომელსაც მე უდიდეს პატივს ავცემ უდიდეს და დიდწილად მაგაზე გავიზარდე ყავდათ ყველა სფეროში რა რელიგიაში, ფილოსოფიაში, მუსიკაში, ფერწერაში და თუმცა მაგათი უბედურება ეს არის რომ კულტურა, პოლიტიკაზე და სოციუმზე ვერანაირ გავლენას ვერ ახდენს. ეს არის დე ფაქტო.
მე მგონი ამაზე ყველა თანხდებით და როდესაც ამის შესაბამისი რეზულტატი არ არის, ის უნდა დამარცხდეს. რომ დამარცხდეს, ესე უნდა დამარცხდეს, რომ ისე ვერ გაიმართოს. ფერზე ვერ ასოდეს, როგორც დღეს რასაც. თქვენი ხედვები აფხაზებთან დღევანდელობიდან რა ანაბიჯებია გადასადგამი და როგორც იმედი კი ბატონო გადაცემა ჩვენი გადაცემის მაგრამ ეს თავისეს მოიწევს ხო და ეს მინდა სულ დავასრულო ვერ მივედი რა და ჩვენ ჩავედით იქ ზუგდიდი და წალენჯი ხიდანინა სოხუმში ყველაზე დიდი წალენჯი ხაც ხო აი ტრაგედიის და შენ გადავედით ფაქტიურად აუხრა სულ ახალი დაწყებულია სომე რაღაც ერთი კვირის იმაში და მახსოვს თარიღიც მახსოვს კაცო 28 ის არის მარიამობა აგვისტო აი ზუსტად 27-ში ჩავედით 26-ში ბიჭები იყვნენ აფხაზი ტყვეები დაჭერილები ბერიას დაჩაზე იქ ცხოვრობდით ნადარეიშვილი გივილომინაძე ესენი დიწილად ესენი ამის თვითმხილები იყვნენ და სხვაებიც კიდე მარტო გარდაცვლილები არა მოწვეთ ვერ მოვიყვან მაგრამ მე თედო პატაშვილი ირაკლი მელაშვილი გამოვიყვანეთ ეს ბიჭი ერთი იყო ავხანეთი და სხვათა შორის და რომელმაც გუდაუთის ტელევიზიაში გააკეთა განცხადება რომლის თანახმადაც მოუწოდა მხარეს დაშორიშორება ამ ტრაგიკული მოვლენების თავიდან აცილება და ახალ მოლაპარაკებებს ასე ვთქვათ მაგიდაზე და სხვათა შორის ჩვენ თავზე ვერ დავიბრალებ, მაგრამ ამ ნაბიჯმა დიდწილად განსაზღვრა შემდგომ უკვე 3 სექტემბერს თუ გახსოვთ შევარდნაძის არზემას და ელცინის კრემში ხელმოწერა ეგრეთ წოდებული პერემერიას რა თქვია სამშვიდობო რაღაც ვითომ თუმცა ეს უკვე დაგვიანებული იყო როდესაც სისხლი დაიღრება ეკატერინა ნებისმიერი მოლაპარაკება ვერ გადაფარავს ეს გარანტია ვერ იქნება არანაირ მაშინ როდესაც ამ პროექტიც არის სუსლოვის ჩადებული თან სისხლი არის დაღვრილი თან შენ უკვე წამოგიკიდეს ორმო გაგითხარეს ამ ორმოში აღმოჩნდი აფეთქდი თან სამოქალაქო დაპირისპირება და როდესაც ამდენი ფაქტორი შენს წინააღმდეგ არის მანდ უკვე ძალიან პროცესები უკვე და მე რა თქმა უნდა რუსებმა დაარღვიეს და მე უკვე თავდაცვით რეჟიმში ეს უკვე 16 სექტემბერს არა ეს მე მგონი სამში მოეწერა ხელი. მოწერა დარღვევას გულისხმობ. ხო მომენტალურად დაარღვევდა მაგას რა ერთი კვირა გვაცალეს თუ რა ცოტა მეტი ხო? სამში მოეწერა კაცო. ელცენ ხელი ჩაკიდებული აი ესე არიან ელცენი არზება და შევარდა ესე ჩააკიდინა ხელი რა. და მთელი ქვეყანა მახსოვს როგორ დაბრუნდა მთელი მოსახლეობა. მთელი მისი ფერმატო ანალოგიური გაგრაშიც იყო მახსოვს მე იქ ვიყავი გაგრეს დაცემის დროს სულ იქ ვიყავი გაგრეს დაცემის დროს იგივე მოხდა შემდგომ ეს მოხდა და შემდგომ კულმინაცია იყო ღალატეს როდესაც შევარდნაძემ დაავალა გოგუაძეს პარლამენტის თავმჯდომარეს მეორე პარლამენტი ჩვენ პარლამენტში ვიყავი და დაავალა და დაგომიში განიარაღებს მას ხელი მოაწერა და გაიტანეს ჯარიც გამოიყვანეს აფხაზეთიდან უმაღლესი დონის артиლერისტები რატომ მოითხოვს ეს ხელი მოეწერა შემდეგ მოითხოვს თუმცა აფხაზებს მე მახსოვს აკოპებს თხრიდან ისინი ანუ იმათ არ განიარაღებულან ისინი იგანაია თავისი ჩემშუს ხო არ დაუჟიო იმის სულხანის გაპრეზა არ იყოს თავის ხო არ დაჟიდა იმას ხო არ წაართმენდა შენ წაგართვა რატო წაგართვა იმიტომ რომ შევარდნაძეს ორმაგი სტანდარტი მაგას ხელისუფლების შენარჩუნებაც უნდა და თან ომობდა ვერ დაუკარგავ რა შადიმან ბარათაშვილი ხო გაქვს ნანახი კინო რო არის გიორგი სააკაი თურქთანაც არის რუსთანაც არის და მეფესთანაც არის აი იყო რა შადიმანი იყო რა ყველასთან შესაბამის ვითარება იგროკი იყო რა და სერიოზული ვერ წაართვა პოლიტიკოსი იყო თუმცა არ უყვარდა ჩვენი შეიძლება ახლა ესეთ რაღაცაში ქვეყანა გაღლართო თუ გახლართო თუ მეტეს ახლა რაც მე თქვენ გითხარით ახლა ჩვენ კი არ უნდა გავუკეთებინა ჩვენ შევაჭერეთ ომი და ეს მაგას უნდა გაეკეთებინა და იმ პარლამენტი კი არა სახელმწიფო საბჭოს არ უნდა თავს მოეხვია ესეთი რაღაც მოღალატეობრივი სქემა რა რაც შეეხება ახლა ბევრს ვილაპარაკებ, მაგრამ დრო არ აქვს. ასასრულის გემები. დღევანდელი დღე. და აუცილებლად შევეხოთ დღევანდელ დღესთან ერთად თაობას, რომელსაც მინდა იმედს ვიტოვებ და
ჩვენ სახალთაობას მინდა მიმართოთ, რომლებიც აქ დაბადებულები არიან და ისინი აფხაზეთ აი გუში მქონდა ეს სანამ ჩვენ გადაცემას დავიწყებდით აფხაზეთ ეს რაღაცა მოკეთ შევხვდით ერთმანეთს სულით შემთხვევით და ამ ახალგაზრდა თქვა რომ მე სოხუმელი ვარ და რომ გავხედე ჩემი შულის ტოლი იყო და ხელი ჩამოვართვი და დღეს ამაზე კარგს ვერაფერს ვერ გავიგებდით ხო თქვენ აქ დაბადებული იქნებით ხო და მე მინდა იმ თაობას მივმართეთ ბატონო თენგის რომლებსაც დიახ ასე უნდა ემაყებოდეთ როგორც გუშინ ლექსოს სოხუმელი ვარ მითხრა და ის სოფლიო ჩემპიონი ყოფილა აუცილებლად გადაცემაშიც მოვა და გუშინ გავიცანი და ყოველი დღე ჩემთვის აფხაზეთს რო გავიჩნო და მით უმეტეს თაობა რომელიც აქ დაიბადა იმაზე კარგს ვერაფერს ვერ ვგრძნობ რასაც მე ამ დროს წარმოვიდგენია როგორი მშობლები ყავს მას და ძალიან მნიშვნელოვანია ესეც რომ თაობები რომლებიც აქ დაიბადნენ ისინი მათ ევალებათ რომ იყვნენ აფხაზეთიდან და არიან თუმცა ესეთი ეროვნულობა გააგრძელონ იმიტომ რომ არ არის ცოტა 33 წელი გადავკეთეთ ფაქტიურად. არა, ადამიანები და მოდგმა იზრდება გმირობაზე, სიკველეზე, იდეალზე და ასე შემდეგ რა. ახლა ამას უნდა მოუხმო მე მგონი ახლა არ და ძალიან ამაყი ვიყავი ნამდვილად და იქნები იმიტომ ელემენტარულად კაცო გიაკვაშილავა რო არის ჩვენთან მარტო მაგის ლექციებს რომ მოусმენოა გაოგნები და 8000-იანი ისტორია და ხუჯი და იმამდე და ავიცი პლატონამდე და პირველ ქრისტიანებამდე და როგორ მოხდა და პირველი ქრისტიანები სადიყვნენ კოლხეთი და შემდგომ მანამდე არ გონამდე რა ვიცი რა არა და ევროპული ბასეინი რო ძირითადად ამ კოლხური იბერიული მოდმით არის დაკომპლექტებული და თვითონ მაგათმა ჩვენი ფასი უნდა იცოდეს მაგრამ შენი ფასი რო იცოდე შენ უნდა იცოდე შენი ფასი და ახლა ვაჭრუკანობით და რაღაც ვაჭრუკანობით და ფსევდოპოლიტიკით ეს არ გამოვა ან ერთი უნდა გააკეთო ან მეორე შეუძლებელია ეს შეუძლებელია ლიდერი თუ არ გახდი ისევ კავკასიაში თუ არ მოუხდმე შრილ კავკასია სამხრეთში აზერბაიჯანი კი არ უნდა აკეთებდეს ამას საქართველო უნდა აკეთებდეს ყველანაირი მონაცემებია ყველანაირი როგორც ასეთი რომ დაიბრუნოს სანამ ჩვენ სახელს მედიდი ნაბიჯები ბატონო თენგის დრო გეწურება თქვენი რა ვიცი ნაბიჯები როგორია იცი სამართლებრივი ხმა მართლისა სიმართლისა ხესა შეიხმელსა ნედლად ახლა ამაზე გასაგებად რუსტველმა თუ როდისა თუ ახლა რა ენაზე უნდა ელაპარაკო ახლა ამათ ანუ შეიძლება არსებობდეს სამართალი ბიზანტიური რომაული ებრაული კონფუციანული მაგრამ თავარი მაინც არის რა სისტემასაც აირჩევ იმის სიმართლით უზრუნველყოფა აი მაშინ განაყოფიერდება ეს თორე მარტო იდეი და იდეოლოგი და კონსტიტუციის წერებს შეიძლება ახლა ბანდიტური სახელმწიფოც იყოს და მოირგოს კონსტიტუცია თავის კონკრეტული ქმედილი ნაბიჯი რა არის ყველაზე კონკრეტული ქმედილი ნაბიჯი დღეს აფხაზეთს რომ ჩვენ უნდა იმის აღმაშენებელმა რო უთხრა შეეკითხა გიორგი ჭყონდიდეს კოლხკაცს პირველი ნაბიჯი რა გადავდგაო და უპირველესად ღირსება დაუბრუნე შენ ერთსო და ამით დაიწყო რა ომიც აქედან დაიწყო განათლებაც აქედან დაიწყო ადმინისტრაციული მოწყობაც რეფორმებიც ეკლესიაში რეფორმები რომელიც უფრო ძალადობრივი ხასიათის იყო მაშინ არა სხვა გზა არ ქონდა ეთყობა აქაც ბევრი პრობლემებია და აქედან უნდა დაიწყო რა ელემენტარულად სამართლის კონსტიტუციის და იმის უზრუნველყოფა სამართლიანობის აღდგენა რო გითხარით ერთადერთი ლეგიტიმური ორგანო ეს არის ეს ხალხი უნდა დაждდეს და უმთავრეს ეროვნული თანხმობის პოსტულატებზე უნდა შეთანხმდეს აი ეს არის უმთავრესი ამო თუ ამის თავი არ აქვს არც არჩევნებს არ აქვს აზრი არც ჩვენ ფაქტიურად ტირანი გვაწოდა და ფაქტიურად ამ აფხაზებთან და აფხაზები ჩვენ გვიყურებენ იმ თვალსაზრისით ახლა ჩვენ თქვი კიდევაც ასე მაშინ როდესაც აფხაზები არ ყიდიან უძრავ ქონებას ხო ეს ხო ფაქტია ხო ყველა ხო ვერ დააბრალებ ხო ყველანაირად წინააღმდეგობას უწევენ და რუსებიც შეგნებულად ცდილობენ რომ მარკუჟი მოაბანა ბოლოს ეს დაათმობინონ ვერ დაათმობინეს ჯერჯერობით ახლა ის შენ რო გიყურეს მე რომ მიყურეს იმათ რო უყურეს რას იფიქრებს აი სევამათთან მივიდე კაცი რომელიც თავის კონსტიტუციას არღვევს ანუ მიწა წყალს ხიდის უმოწყალოდ თან ესე მუხანათურად
მუხანათურად და ამას ღიად კი არ აკეთეს, სამართლიანად განხილვი, გამჭვირვალედ კი არ აკეთეს, მუხანათურად აკეთეს. იმ ადამიანთა საქმეს დაიჭერ, მე რო იყო არ დავიჭერდი. პირდაპირ ვამბობ, არაპოპულარულ კაცს, მაგრამ მწარე რაღაცას ვლაპარაკობ. ჩვენ ადამიანური სახე უნდა დავიბრუნოთ. ახლა როგორ არის, კაცო, იმის მაგერადო, იმ აფხაზ ამოუდგე გვერდში, ხო შენი ტერიტორიაა იურიდიულად, ხო? შენ იგივე რუსმა თუ მოინდომა პირიქით. ხელი იმის მხარი უნდა დაიჭირო, თუნდაც იღებათ. ტექნიკურად, ხო, რომ ხელში ჩვენ იმაში უჩემოდ ვერ გაყიდი ამას რა. ეს უნდა ამის მაგერად, ამის ტყეპარს და იმებს ყიდი, უნიკალურ რაღაცებს და აგერეთ. ჩემი ეს არის სანათესაო ცაიში და იყიდიან. გაყიდეს ვიღაც რუს ოლიგარქზე. ახლა მე აფხაზ მაგერად ნებისმიერ უზენაეს საფრთხეებია, რომელსაც მიღებულია გადაწყვეტა და ყველაფერი ეს არის ანულირებადი. მით უმეტეს როდესაც ეუთუნდა ყველამ თქვა, რომ ეს არალეგიტიმური ხელისუფლებაა და ამ გზით თუ ჩაატარა კიდე არჩევნები, ხო? ისიც არალეგიტიმური. ჩვენ ეკატერინე ძალიან რთული პრობლემის წინაშე ვართ. აი ბეწვის ხიდზე გავდივართ. ამიტომ რუსტველი შეგონება რა, მართლისას, იმათოცა ხმესა შეიქხეს, ეს რეალური რაღაცაა და არა პოეტური წარმოსახვეთი რაღაც ისა. ეს არის რეალური, სულიერი და მატერიალური ცხოვრება და ნაღებული დასკვნა. 18 დაწერილიც კი დღესაც კი არაფერს გაკეთება თუ არ შეგიძლია. აჩე ყველაფერს დავიდავლანებოთ, ან ჩემ გამოსვლა, ჩვენსაც იმისაც რა აზრი აქვს მაშინ. ტელეგადაცემები იქნება თუ ტოქ-შოუები თუ რაღაც, ეს არაფერს მომწემი არ არის. სასიცოცხლო ინტერესების კომპლექსურ საფრთხეზე უნდა შევჯერდეთ რა. როგორიც არ გითხარით, მიწაწყალი, კონსტიტუციური დაცვა, არჩევნების ლეგიტიმურად ჩატარება, ეს უნდა იყოს დღესასწაული და არა ანგარიშსწორება და ერთმანეთს გადაგრეხა და ბიზნეს სექტორების რაღაც ომი და რაღაც უბედურობა. დენათ ამოუწერავი თემა, რომ ვერ ამოუწერავთ ბატონ თანგის. მე მინდა ჩვენს მაყურებელს კიდევ ერთი კითხვა გითხრათ და ამით დავამშვიდობოთ ფერები, რომელიც აფხაზეთში მაინც ლამაზ ნოტებზე, იმიტომ რომ იმედი არასდროს დაგვიკარგავს თითოეულ აფხაზეთელს. ალბათ თითოეულ მოქალაქეს და ამისთვის რა თქმა უნდა ის ნაბიჯები ვისაუბრეთ და ყველაზე მთავარი არის რომ საუბარად არ დარჩეს და კითხვები ყოველთვის ის ნაბიჯები გადადგმული იყოს ერთმანეთს 33 წელი ყოფილიყოს ეს დასასრული იმისია და დასაწყისი ზუსტად იმ ფერებიც აფხაზეთიდან შემოგრჩათ თქვენ როგორც არადემოს ოღონდ აფხაზეთში ძალიან ლამაზი წლები მაქვს გატარებულია და უთხრათ იმიტომ რომ აფხაზეთი ასოცირდება ჩემთვის იერუსალიმთან აფხაზეთი ასოცირდება ჩემთვის სამწუხაროდ ბავშვობად დაკარგული თაობა ვარ, თუმცა ყველაზე ლამაზ ციცინათელების, ცოცხალ ციცინათელებს ვარ, მაგრამ სულ ლამაზ ამგენა ეკატერინე შეიძლება კიდევ რომელიც ჩვენს საზოგადოებას, ჩვენს აფხაზეთელებს ეს ტკივილი შეუმსუბუქოთ და ფერები რომელიც შემორჩენილი გაქვთ თქვენ. ეს არის ლებელობის აქტი. ეს არის გათიშული თაობა გარკვეული მიზეზების გამო ხო გითხარით დაკარგულ დროთა კავშირი ეს უნდა აღვადგინოთ ხიდი უნდა გაიდოს ერთმანეთთან მისასვლელი ელემენტარულად რა ფერია თქვენთვის აფხაზეთი? ბატონო? როგორი ფერია თქვენთვის აფხაზეთი? ლაჟვარდოვანი და რა ვიცი, მრავალფეროვანი და რა ვიცი. გვაქვს უთვალავი ფერია რუსთველი რო ამბობს, ეგ არის აფხაზეთი. აბა საათ ყოდორში იქა, ავათხარაში იქა ყველგან ამყოფი ვარ, ბზიფში აქ გალში სხვანაირი რაღაცა. და რა ვიცი ახლა თელერიგი ისენია რა, ფეირვერკები ფერების. ახლა გვაქვს უთვალავი შევირგოთ ესა რა, თვალი გაუსწოროთ. მივსდიოთ სილამაზეს. ჰარმონიას და ჰარმონია დაგვაბრუნებს ჩვენ საწყის წიაღში და რო დავბრუნდებით ადამიანურ ღირსებასაც დავიბრუნებთ ერთმანეთსა მისასვლელად და ეს რაღაც ვაჭრუკანული რაღაცეები და ეს რაღაც გადაგვარებული რაღაცებსაც დავცილდებით. ოღონდ ეს ყველა ინსტიტუტის იმით უნდა იყოს, ეს რელიგიური ინსტიტუტებს შეეხება განსაკუთრებით პაუზეს ვითარებაში არ უნდა იყვნენ და იგივე ნეტარი ავგუსტინეს სიტყვები გამახსენდა მეუფე იობმა რო თქვა, ხო ის ხელისუფლება რომელიც არიცავს სიმართლეს და სამართლიანობას ავაზაკთა ბანდის წევრი ხდებაო. ეს არ უნდა დაგვემართოს, უნდა დავცილდეთ ამ ყველაფერს ინსტიტუტებს შორის ჭიდრო კავშირი
სახელმწიფოებრივ ხედვით მივბაძოთ ამროსი ხელეიას, მივბაძოთ ილია ჭავჭავაძეს, სვიად გამსახურდიას, მერაბ კოსტაოვას და ანწუხელიძეს და რა ვიცი გინტურს და 82-ას დაუღებული ჩემს სოფელში იქვე გადმოვიდა და მოკლეს და ისიც კი ბატონო შარტავას გადასკირიას შარტავა რომელთან ერთად გადმოუფრენდით სხვათა შორის ბოლო გადმოფრენა რო იყო მე ჩემი და გასვენებაზე ვიყავით ბატონი ჟიული და მე და ჩემი და ბოლო გადმოფრენა იყო აი ბოლო იმის წინ რა აი მოლაპარაკება რო გითხარით რომ გაიტანეს და ამა და ის იმის შემდეგ თბილისში არ ჩამოსულა მეორე დღეს წავიდა და ერთ-ერთი ყველაზე მთავარი დაიჩოქე და არასოდეს გურამ გაბისკერია ამაზე მეტი მაგალითი რა გინდათ კაცო რა იგივე რუსთაველის სიტყვები დავამთავრებ ქალბატონო ეკატერინე კარგი მიჯნური იგია ვინ იქ სოფლისა თმობასა წაიკითხეთ რაღაცა გაიგეთ რაღაცა თუ ვერ გაიგებთ სხვა შეეკითხეთ ამის გარეშე ვერ გამოხვალთ ვერასოდეს ამ ჭაობიდან გეუნებით ყველასთვის მინდა სიკეთე სამართლიანობა ოღონდ ღირსეული ნაბიჯები გადადგეთ ახლა ხელის გადაგრეხვით და რაღაც ესეთი ფსევდოპოლიტიკანობით და ვაჭრუკანობით ეს საქმე არ გამოვა არავის არ გამოსული არც თქვენ არ გამოგივა გასაგებია მადლობა დასაკვირველი დასაბრუნებელი გზა პირდაპირ სოხუმში მიდის ღირსებასთან ჰარმონიასთან ეროვნულობასთან ინტეგრაციასთან და გარესამყაროსადმი ადეკვატურ დამოკიდებულებებთან ჩვენ პირველი სოფლიო ომის დროს იმიტომ ვიზარალეთ ტერიტორიას დავკარგეთ და წაგებული და შემო ოკუპაცია მოხდა იმიტომ რომ წაგებული მხარესთან ვიყავით გერმანელები მაგ ხედელობაში ანტანტასთან არ ვიყავით ახლა კიდე ამაზე უარესი რაღაც ხდება დღეს და ახლა ამდენ შესრულებს გამჩენი არ გვაპატიებს ამიტომ დროზე გამოვხიზდეთ სულ ყველა ოპტიმალური ისინი და გავხდეთ კარგი ბიჯნორები დასრულდეს ეს წიმეთკივილი და მართმაინებოს რომ 63 წელს გადაკეცვაში ჩვენი აფხაზეთის და ოსეთის დაბრუნების ხანა დამდგარ იყოს ჩვენების გარეშე ეკატერინე ეს არ მოხდება განსაკუთრებით თუ არ მოხდება თავისით არაფერი არ ხდება რა თქმა უნდა შრომა სწორედ განათლება ღირსება რაც ქართველი ამ საუკუნეები ამდენი საუკუნის ერი ვართ და ჩვენ ღირსება არასდროს არ მოდავკარგოთ და ჩვენ გადაცემამდე გესაუბრებოდით ჩემს როგორ ვიზრდებოდი და როგორ იყო ჩემთვის და როგორია ჩემთვის აფხაზეთელობა და სოხუმელობა მე მინდა კიდევ ერთხელ მაყურებელს შევახსენო ჩვენ გადაცემა დასასრულს მოვახლო და ძალიან მძიმე არის პირადად ჩემთვის და თითოეული ქართველისთვის და განსაკუთრებით აფხაზეთელებისთვის დღევანდელი დღე 14 აგვისტო 1992 წლის 14 აგვისტო როცა ომი დაიწყო ჩემო ძვირფასო მაყურებელო შეგახსენებთ რომ ჩემ გადაცემის სტუმარი იყო საქართველოს პირველი მოწვევის უზენაეს საბჭოს წევრი ბატონი თენგის თიხამინჯია მე ეკატერინა გაგოლაია უძღვებოდი გადაცემას წარმატებებს მშვიდობას და თითქოს ყოფნას გისურვებთ რომ ძალიან მალე დავბრუნდეთ ჩვენს ბუდეში განსაკუთრებით აფხაზეთელებო გადაცემებში გზადავარ ყოველთვის მევიღო მონაწილეობა დიდი მადლობა ნამდვილად მძიმეა არაფერზე არ ვფიქრობ დღეს და დარწმუნებული ვარ თითოეული თქვენთანი მხოლოდ იმას როგორ დაიწყო ომი და როგორ შეგვეცვალა ბავშვობა თუ ის იქ-ყოფნის დრო როგორ გარდაიქმნა იქ რომ სადაც ჩვენ ახლა ვიმყოფებით და მართლმაინებოს ფერი გეცვალოს ჩვენს ქვეყანას სიკეთისკენ და ერთად შევსულიყავით ჩვენს იერუსალიმში რომელსაც აფხაზეთი და ოსეთი ქვია წარმატებებს გისურვებთ კარგად გზანდებოდეთ მადლობა